გურამ შენი გამოცდილება გაგვიზიარე? მე მოხდი ძალიან ისე ანუ ყველაზე ტრამვირებული მე მოხდი მგონი იოგაზე. საინტერესო. მაგრამ ანუ ყველაზე ეს სასაცილო რაც იყო, იმაზე კი არ მიფიქრია რომ ტრამვების გამო მივსულიყავი იოგაზე რა, ანუ იმდენი პრობლემა მქონდა რა, ფსიქოლოგიური, რომ ანუ ვეღარ ვერეოდი ამ ყველაფერს რა და მაგის გამო მივედი უფრო. და იქ რო დავიწყე ლაპარაკი, რომ ანუ ძალიან კაი მასწავლებელი შემხვდა და ანუ რო დავიწყე ლაპარაკი ამ თემაზე, გამაჩერა რომ მოიცაო ცოტა ხანიო მაგას თავი გაანებეო და მოდიო ჯერო სხეულს მივხედოთო. და ანუ რა გაწუხებსო, ანუ სხეულის დონეზე რა გაწუხებსო და მე რო დავფიქრდი, რომ დავიწყე ჩამოთვლა რა მაწუხებს, ანუ კარგა ხანი ვლაპარაკობდი რა, რომ მეთქი წელი მტკივა, რაღაც აი გავიციე და მე პარალიზება მქონდა, ანუ ვერ მოძრაობდი რაღაც პერიოდი. მე გამახსენდა რომ კუდუსუნი მაქვს გატეხილი და ის მაწუხებს ჯერ კიდევ. მე ის გამახსენდა რომ ხელს ვერ ვამოძრავებ ნორმალურად, ანუ ისეთი კიფოსკოლიოზი მაქვს, რომ ანუ ხელის მოძრაობაში მიშლის, ანუ ხრის სახსარი მქონდა, რავი, ალბათ 50% მუშაობდა ხრის სახსრის. და ნუ კისრის პრობლემები მქონდა ძალიან სერიოზული. მოგოდის ჩაგეკითხები, შეძენილი იყო ეს მხრის პრობლემა თუ რა? ანუ არაფრით არ დავბადებულა, აბსოლუტურად ჯანსაღი. პროფესიიდან გამომდინარე მაგას გულისხმობ, ზოგჯერ ჩვენი ანუ მე მუშაობდი იმაში, რა ქვია, მომსახურების სფეროში და ანუ სამზარეულოში მიწევდა ძალიან დიდი ხანი მუშაობა. ამიტომ ეს მთელი დეფორმაციები რაც ავიკიდე, იყო ან ჯდომით ცხოვრებისგან, რომელსაც მანამდე ვეწეოდი, სანამ ამ სამსახურს დავიწყებდი, მანამდე დიზაინის სფეროში ვიყავი და უფრო მჯდომარე ეს მიწევდა სამსახური, მე კულინარიაში გადავედი და მე უკვე ანუ ხელებზე წავიდა დიდი დატვირთვა და დიდხანს მიწევდა დგომა. ხო. და ნუ ეს კიფოსკოლიოზს დაემატა ეს ხრის პრობლემები და სერიოზული რაღაც გამოვიდა საბოლოოდ რა, იმდენად სერიოზული გამოვიდა, რომ ვეღარ მუშაობდი. ხო და მე კისრის ესენი მქონდა კიდე პრობლემები, იმიტომ რომ მუდმივი ჯდომისგან ეს თავი ხოს მუდმივად წინ მიდის თავის წონის გამო და ესენი მემართება, ანუ ისეთ ტკივილები მქონდა, ანუ თვალის სპაზმი მემართება, მთლიანად ტკივდებოდა მთელი კისერი, თავი და მე თვალები. და ვეღარ მაშვებოდი ხოლმე, ანუ აბსოლუტურად უფუნქციო ხდებოდი და უნდა დამეძინა. ანუ თუ არ დავიცინებდი, არაფერი არ ხდებოდა რა, ანუ ვერ გამოვიდოდი მაგ მდგომარეობიდან. ხო და ანუ რომელმას ვქენი, რა ქვია, რომ დავიწყე, პირველი აქცენტი მქონდა კისერზე, რომ ანუ ეს კისრის დისკომფორტი და ტკივილები გამივიდეს როგორმე. ხო და ანუ რაღაც 2-3 კვირა იყო გასული და ანუ ხვდები რომ კისერი აღარ მტკივა და აღარ თვალის სპაზმი არ მემართება და თავის ტკივილებმა გამიარა და ვა მეთქი რა ხდება. ნუ ეს ემოციური ფონი ისე მქონდა რა თქმა უნდა რა, ძალიან ისეთი ძალიან სერიოზულად გამოხატული, ანუ შფოთვები მქონდა და რავი, უამრავი პრობლემა. მე დაიწყო ნელ-ნელა მხრის ამბავმა მოგვარება, იმიტომ რომ ხარი ისე მაწუხებდა, რომ აი ტკივილი არ მივლიდა ხოლმე, ანუ მთელი დღის განმავლობაში ან ტკივილი მქონდა, ან დისკომფორტი მიგრძელდებოდა ხოლმე. მე ნელ-ნელა ამის კლება წავიდა. მივხვდი რომ ხელს უფრო მეტად ვამოძრავებ. მე საერთოდ გაქრა ეს დისკომფორტი და ანუ ეხა ხელს ისე ვხმარობ, როგორც ჩვეულებრივად. ნუ მე დარჩა პრობლემა, რომ მოხრილი ვიყავი. კიფოზის პრობლემა იყო და ნელ-ნელა წლების განმავლობაში ამ დიდი ხანი დაჭირდა ძალიან, 1-2-3 წელი მაინც დაჭირდა. მაგრამ ანუ კიფოზი საერთოდ გაქრა. ანუ ისეთ შეგრძნება თქოს არც მქონია საერთოდ. და ამასობაში ეს სკოლიოზის ამბებიც ნელ-ნელა სწორდებოდა, ანუ ბოლომდე ეხაც არ არის გასწორებული. ანუ ისეთი სკოლიოზი მქონდა, რომ აი ეს ისებურ სკოლიოზს რასაც ეძახიან, ანუ გულმკერდის ნაწილშიც და წელის ნაწილშიც. ჯერ არ გასწორდება ბოლომდე. კი, რა თქმა უნდა, სწორდება. ანუ ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. წელის ნაწილზე იმდენად ვიმუშაო, რომ მთლიანად გავასწორე. და დარჩა ზედა ნაწილი, რომელიც ძალიან რთულია, იმიტომ რომ გულმკერდსა და კისერს შორის არის. ანუ ორივე ჩართულია
და ანუ ნელ-ნელა ეგეც სწორდება რა, ანუ რო შევადარო იმას რაც იყო, ანუ ძალიან დიდი განსხვავება არის. ხო და აი ამ პროცესში რა, იმას რო უყურე, რომ ანუ ნელ-ნელა ყველაფერი სწორდება და რავი, უკეთესად და უკეთესად ვარ და ჩემი მასწავლებელიც მეხმარებოდა რაღაც წიგნებს მაძლევდა, რაღაცებზე მელაპარაკებოდა ხოლმე და ანუ ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება დავიწყე ფაქტიურად ჩემით რა, ანუ მე თვითონ მუშაობდი ჩემ პრობლემებზე, მე ველაპარაკებოდი ჩემ მასწავლებელს, ის რაღაცა მინიშნებებს მაძლევდა და აი სულ ესეთი ეს კონდა რაღაც პრობლემებით მოვიდოდი, რაღაც ნამუშევარით, რომ აი ეს აღმოვაჩინე, ამაზე ვიმუშავე რაღაცა, მე ის სხვა მიმართულებას მომცემ და მე იმითი ვაგრძელებდი ხოლმე რა და ანუ საბოლოოდ ძალიან მაგრად უშველე საკუთარ თავს რა, სტრესის დონე იმდენად შემცირდა, რომ აი ძალიან შესამჩნევი გახდა. და ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ ანუ შენო ესეთი მშვიდიო ვერც კი წარმოგვედგინეო რა, თუ იქნებოდიო საერთოდ. ხო და ეს ნელ-ნელა ყველაფერი დაალაგდა. ხო და ანუ ეს რომ დავინახე, რომ ესეთ სასწაულებს აკეთებს რა. იოგა ანუ მარტო ვარჯიშები არა, ეს მთლიანი რაღაც ძირეული მიდგომით რა, ღრმა მიდგომით. მე გადავწყვიტე, რომ მეთქი ანუ ხო შემიძლია რომ სხვებსაც დავეხმარო, ანუ ბევრი ადამიანია ჩემ მდგომარეობაში. ხო და ანუ შემიძლია რაღაც შეუმსუბუქო მდგომარეობა და სულ რომ ეგ ვერ შევძლო, ანუ ჩემ მეგობრებს მაინც დავეხმარები რაღაცეებში. და ნელ-ნელა დავიწყე რაღაცეების სწავლა, ანუ ჩემ ინსტრუქტორს უთხარი, რომ ანუ მომავალში მინდა ინსტრუქტორობა და რაღაცები მასწავლე მეთქი და ანუ ეს მე რო აღარ მეყო, ანუ რაც ვისწავლე. მე ავდექი და ვიპოვე ინდური სკოლა რიშიკეში, City Yoga ქვია და იქ დავიწყე, ანუ ჯერ 200 საათიანი ტრენინგი გავიარე, მე მივაყოლე და 300 საათიანი ტრენინგი გავიარე. და ეს რო არ მეყო, მე ცოტა ხანი ანატომიას ვსწავლობდი, ანუ 30 საათიანი ანატომიის კურსი მაქვს გავლილი და კიდე რაღაც პატარ-პატარა კურსები, იგივე სკოლა, ანუ ყველა კურსი ერთ სკოლაში გავიარე. ხო, მაგრამ მაინც მივხვდი, რომ არ არის საკმარისი ეს ცოდნა და დავიწყე კლინიკური ანატომიის სწავლა. დღემდე პროცესში ვარ, ეხაც ვსწავლობ, იმიტომ რომ ძალიან დიდი არის კლინიკური ანატომია. რაღაცეები უკვე რაც მჭირდებოდა ესე ვარჯიშებისთვის, ანუ ძალიან კარგად შევისწავლე, ანუ ეს რაც ჩემ რაღაცეებს ეხებოდა და ჩემი რაღაცეები როგორ მომეგვარებია და თან ანუ ალბათ 1-5-6 წელია უკვე ვასწავლე. და ანუ ამ ჩემებს რო ვაკვირდებოდი მოსწავლეებს, იმათ რა პრობლემები ქონდათ, როგორი ტენდენციები ქონდათ, ანუ სხეულს როგორი მიდრეკილებები ქონდათ თვითონ ან დეფორმაციისკენ. ანუ მაგას უყურებდი, ამათგან შევისწავლიდი, მე მივდიოდი ანატომიურ დონეზე ვამუშავებდი ამას. მე იმაზე ვფიქრობდი, რომ ანუ რა სახის ვარჯიშები უნდა მეცა ამათთვის, რომ ეს გამოსწორებული იყო და ესე ნელ-ნელა ანუ ძალიან ბევრი ადამიანი რაღაც მდგომარეობებიდან გამოვიყვანე, ანუ ზოგს ლორდოზი ქონდა, ზოგს კიფოზი ქონდა, ანუ ზოგს რა გზადაგზა თან ისეთი პრობლემები გვარდებოდა ხოლმე, რომელზეც მე საერთოდ არ მიფიქრია რა. ეს მოვიდოდა ხოლმე ერთ-ერთ ჩემასწავლ და იცი რაღაც ანუ ემას რო ვერ გრძნობდი, რა ქვია, სუნებს რო ვერ გრძნობდი, ეხა უკვე სუნებსაც გრძნობ და არა და მე საერთოდ არ მიფიქრია იმაზე, რომ ამას ყდოსა დაუბრუნდებოდა, ანუ უბრალოდ ერთხელ უთხარი, რომ ანუ კონცენტრაცია გააკეთე ჭამის დროს, რომ აი როგორი სუნი აქვს, როგორი გემო აქვს, ხელით შეეხე რაღაც და mindfulness მიდგომა. ხო, ანუ უფრო რომ მასნა, ანუ კონცენტრაცია რო გადაიტანა ამ რაღაცეებზე, ანუ მე ყნოსვაც დაბრუნდა. ხო და გემოს შეგრძნებას გაუმჯობეს და ანუ კიდე სხვადასხვა რაღაც პრობლემებია, ანუ რაც ეხა ვერ ვილაპარაკებ. მაგრამ ეს ვაგდება ხოლმე, იმიტომ რომ ანუ იოგა მარტო კუნთზე და მყესზე არ მუშაობს. ანუ იქ ძალიან ბევრი რამე არის, აი მიკროცირკულაციაა ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ეს მიკროცირკულაცია რომ უმჯობესდება, მე შინაგანი ორგანოები ბევრად უკეთესად იკვებება. და ანუ ორგანიზმს აქვს თავისი აღდგენითი ხო, ანუ შესაძლებლობები რა, ეს დავარქვათ. ხო და შენ თუ მისცემ ყველა საჭირო რესურსს,
ანუ თავისით იზავს რაღაცებს, არ ჭირდება ზედმეტი ჩარევა. ანუ მიკროცირკულაცია თუ კარგი იქნება, თუ საკვები კარგი იქნება, თუ წყლის რაოდენობა ნორმალური იქნება, ანუ რაღაც დროის მანძილზე შეძლებს რომ თავი აღადგინოს. ანუ ეგრე ვართ მოწყობილები. ძალიან საინტერესო თემა გააჟღერე გურამ მასწავლებელთან ურთიერთობა რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ კავშირის დამყარება რაც ხდება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ფაქტიურად საკრალურია იოგაში და ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ამის გამო უზარმაზარი მადლიერება ჩვენს მასწავლებლებს, რასაკვირველია. ესენი აღმოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში ის ადამიანები, რომლებმაც გვიბიძგეს, რომ აღმოგვეჩინა ჩვენი იკიგაი ფაქტიურად, ხო და ამის გამო ეს მუდმივი მადლიერების შეგრძნება საკუთარი მასწავლებლების მიმართ ყოველთვის გვაქვს და გვექნება და ასევე მეორე ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რაც გააჟღერა, ეს არის მუდმივად საკუთარ თავზე ზრუნვა და განვითარება, როგორც ინსტრუქტორის, ხო? იმიტომ რომ ეს არ არის პროცესი, რომელიც ერთი კურსით, ან ორი, ან ხუთი კურსით დასრულდება, ხო და მე თანხმები, ეს არის პროცესი, რომელიც მუდმივობას მოითხოვს, რომ სრულყო შენი ცოდნა, შენი სხეული, ზოგჯერ არის ხოლმე, რომ ვთქვათ, სწავლების პროცესში შენს სხეულს ისე ვერ აქცევ ყურადღებას და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ის რომ ინსტრუქტორმა აუცილებლად იმუშაოს საკუთარ თავზე, ფიზიკურად, მენტალურად და რაც მთავარია სწავლა-განათლების მხრივ, რომ სრულყოს მისი ცოდნა, იმიტომ რომ ცოდნა არის ის, რაც თქვათ ვერ მოიხალთებ, ხო, ერთ წამში სრულ ხდება განვითარება, სრულყოფა და აი ეს პროცესი, რომ ინსტრუქტორი აქტიურად იყოს ჩართული და უახლესი ინფორმაცია, თუნდაც კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია, სამედიცინო კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია მქონდეს და მიაწოდოს მოსწავლეებს, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის პრაქტიკულობა, თქვათ, რაც ახსენე, რომ დაკვირვება, იმიტომ რომ პირველ რიგში იოგა დაკვირვებას გვასწავლის საკუთარ თავზე და მოსწავლეებზე რა მუშაობს მათთან, ხო? როგორ მივაწოდოთ ინფორმაცია და ეს ყველაფერი არის კონტექსტუალური, ხო? რა კონტექსტია, რა გარემოა, რა სიტუაციაა და რაც მთავარია ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მათგანისადმი არის ის, რაც საბოლოოდ მუშაობს ჩვენთვისაც და მათთვისაც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ აკვირდებოდე ამ პროცესს, იმიტომ რომ ვიღაცამ თუ გასწავლო სიტყვაზე ესა და ეს რაღაცა ხერხემლის ამ პრობლემას აგვარებს, ნუ შენ თუ არ აკვირდები, რას აკეთებ? ანუ არაფერი არ გამოდის საერთოდ, იმიტომ რომ შეიძლება იმ კონკრეტულმა მიდგომამ იმ ადამიანზე არ იმუშაოს. ხო და შენ უნდა მოერგო ამას. ანუ უნდა შეცვალო ბევრი რაღაცა. პრაქტიკა ამას ხარო და არის ხალხი, ვინც აი ესე ბრმად აკეთებს ხოლმე რაღაცეებს. ხო და ანუ რავი, ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი რა. ანუ უნდა უყურო რა ხდება, უნდა ვაკვირდებოდე, ამით მეც ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ანუ ყოველი ახალი ადამიანი, ვინც ჩემთან ვარჯიშობს, არის ჩემთვის მიღებული ახალი ცოდნა. ნამდვილად. ანუ მარტო იმითი არა, ანუ მარტო ფიზიკური და ეს ფიზიოლოგიური რაღაცები არა, ანუ კომუნიკაციაში ერთმანეთთან რომ ვლაპარაკობთ, ანუ ხანდახან ისეთ თემას წამოჭრის ხოლმე ის ადამიანი, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი იმ მომენტში. და შეიძლება იმას კონდეს რაღაცა პასუხები იმ კითხვებზე, რაც მე მაქვს. ან შეიძლება სხვა მხრიდან შემახედოს რაღაცეებზე, შეიძლება ერთად ვიმუშაოთ რაღაცეებზე. ნამდვილად ეს ის პროცესია, სადაც ორმხრივად ვართ მოსწავლეები და მასწავლებლები ერთმანეთის მიმართ და აი ასეთი დამოკიდებულება სწორედ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვიყოთ გახსნილები. ეს ღიაობა არის უმთავრესი იმისთვის, რომ მივიღოთ ინფორმაცია და ჩვენც მივაწოდოთ ინფორმაცია. ანუ ეს ადეკვატური გაცვლა. ხისტი არ უნდა იყო რა, ანუ ცოტა ესეთი ფორმის შეცვლა უნდა შეგეძლოს ადამიანს, რომ ანუ რაღაცა ერთ როლში არ გაიჭედო, ან არ მიეჯაჭო ამ შენ მასწავლებლის როლს და ხანდახან ვაფშე უნდა გამოხვიდე. ხან მეგობარი უნდა იყო, ხან ფსიქოლოგი უნდა იყო, ხან მასწავლებელი უნდა იყო, ხან თვითონ მოსწავლე უნდა იყო, ანუ ბევრ ანუ სულ იცვლები რა, სულ როლებს იცვლი რა, ანუ ეს არ არის რომ აი მაინც და მაინც შენ იცი რაღაცა და თან ანუ ერთი რაღაც უნდა თქვა კიდე, ანუ იოგა არ არის ერთადერთი ჭეშმარიტი რაღაცა, რაც ყველაფერს აკეთებს და რა ყველას უშველის და რაღაც, ანუ ვიღაცამ შეიძლება სხვაგან იპოვოს თავისი გზა, ვიღაცამ შეიძლება ციგუნი შეიყვაროს ისე როგორც ჩვენი იოგა შევიყვარეთ და
თუ ციგუნის ინსტრუქტორი ჭკვიანია და ძალიან კარგად იცის ანატომია, ფიზიოლოგია და კიდე ბევრი სხვა რაღაცა, ისიც შეძლებს რომ რაღაცებში დაეხმაროს ადამიანს. და ანუ იოგის ინსტრუქტორი, რომელსაც ცოდნა არ აქვს, იმან შეიძლება პირიქით ძალიან გაუარესოს. ხო, ერთადერთ მიმდინარეობად გამოაცხადოს და ეგ უკვე პრობლემაა, კი. კი, ანუ არის ხოლმე ესეთ შემთხვევები, რომ თავს ღმერთად გამოაცხადებენ და იოგა არის ერთადერთი ჭეშმარიტი რაღაც, არ არის ესე რა. ანუ ფიტნეს ინსტრუქტორსაც კი, რომელსაც ძალიან მაგარი ცოდნა აქვს, შეუძლია რომ ადამიანს ძალიან მაგრად დაეხმაროს. არა მე იოგა იმიტომ მომწონს რომ ყველაფერს მოიცავს საკუთარ თავში რა ანუ თითქოს სრული სწავლება არის ანუ ვარჯიშიდან დაწყებული იქ სუტრებს თუ წაიგითხავს ადამიანი ან ძალიან ბევრ რაღაცას აღმოაჩენს გონებაზე ჩვენ ემოციურ მხარეზე ან ძალიან ბევრი ინფორმაცია არის და მრავალმხრივ შეგიძლია იოგაში განვითარდე, ანუ რაც სხვაგან ესე არ მინახავს.